საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ეპიზოდის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ ხტომაზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. პროკურორმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ ხარჯებზე, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა გასწია. ადვოკატის განცხადებით, საქმე პოლიტიზირებულია. ხტომაში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად არ ჩართულა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა პროცესის დაწყებამდე თქვეს, რომ სააკაშვილს დასწრების უფლებას არ აძლევენ და მიზეზი უცნობია. პროკურორის განმარტებით, ხტომაზე დასწრებას თავად მსჯავრდებულმა თქვა უარი. მოგეხსენებათ, პიჯაკების საქმე ეს არის შერჩევითი ვარსაჯულების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მკაფიო ნიმუში. ამ საქმეზე მსჯავრი დადებული აქვს პრეზიდენტს დათანო ჯანაშიას ბაიდენის გამასპინძლების გამო, ტრამპის გამასპინძლების გამო, ბრონირებული ავტომობილების ქირაობის გამო და 1000 სხვა მსგავსი ხარჯის გამო, რასაც სახელმწიფო გასწევდა როგორც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, ისევე იმ პერიოდში, როდესაც ქართული ოცნება იყო ხელისუფლებაში. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. დასკვნით სიტყვაში შევეხეთ ყველა იმ არგუმენტს და ყველა იმ მტკიცებულებას, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ ვადასტურებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა და თეიმურაზ ჯანაშიამ ჩაიდინეს კორუფციული დანაშაული. მოლოდინი მაქვს და იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონიერად და სამართლიანად იქნება შეფასებული ყველა ის ფუფუნების ხარჯი და ასევე მისი გარემოცვისთვის დასასაჩუქრებლად დახარჯული თანხა იქნებოდა ეს თიკა ბოკუჩავა, მარიამ საჯაია, ვერა ქობალია თუ სოფო ნიჟარაძის საჩუქრები. რა გასაკვირია, რომ ქვეყანაში სასამართლოს ხდომები დაიხურა, მაშინ როდესაც საერთოდ ქვეყანა იხურება ივანიშვილის ხელით და ჩამოყალიბებულია რუსული ტიპის, პუტინის ტიპის დიქტატურა, სადაც არ არსებობს არც სამართალი, არც სასამართლო. არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ ემსახურება ადამიანების ინტერესს, არამედ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იქცა ივანიშვილის რეპრესიული მანქანის ჭანჭიკად